Bhagavad Gita, თავი მეშვიდე, აბსოლუტის ცოდნა. ამათ გარდა, ომ კლავმაგარო არჯუნა, არსებობს სხვა, ჩემი უმაღლესი ენერგია, რომელიც მოიცავს ცოცხალ არსებებს, რომლებიც ამ მატერიალური, უმდაბლესი ბუნების საშუალებებს იყენებენ. განმარტება. აქ გარკვევით არის ნათქვამი, რომ ცოცხალი არსებები უზენაესი უფლის უმაღლეს ბუნებას, ანუ ენერგიას მიეკუთვნებიან. უმდაბლესი ენერგია არის მატერია, რომელიც სხვადასხვა ელემენტების სახით ვლინდება, როგორიცაა მიწა, წყალი, ცეცხლი, ჰაერი, ეთერი, ჭკუა, გონება და ცრუ ეგო. მატერიალური ბუნების ორივე ფორმა, უხეშიც, მიწა და ასე შემდეგ და ნატიფიც, ჭკუა და ასე შემდეგ, უმდაბლესი ენერგიის პროდუქტებია. ცოცხალი არსებები, რომლებიც სხვადასხვა მიზნებისთვის იყენებენ ამ უმდაბლეს ენერგიებს, უზენაესი უფლის უმაღლეს ენერგიას წარმოადგენენ და სწორედ ამ ენერგიის გამო ფუნქციონირებს მატერიალური სამყარო. კოსმოსურ გამოვლინებას მოქმედების უნარი არ შესწევს, თუკი მას უმაღლესი ენერგია, ცოცხალი არსება არ ამოძრავებს. ენერგიებს მუდამ ენერგიის წყარო აკონტროლებს, ამიტომ ცოცხალი არსებები ყოველთვის უფლის კონტროლის ქვეშ არიან. მათ დამოუკიდებელი არსებობის უნარი არ შესწევთ. ისინი არასოდეს არიან უფალივით ძლევამოსილი, როგორც ეს უგუნურ ადამიანებს ჰგონიათ. განსხვავება ცოცხალ არსებებსა და უფალს შორის შრიმად ბჰაგავატამში ასეა დახასიათებული. ო მარადიულო უზენაესო უფალო, ხორცშესხმული ცოცხალი არსებები, შენსავით მარადიული და ყოვლის გამჭოლი რომ ყოფილიყვნენ, არ იქნებოდნენ შენი კონტროლის ქვეშ, მაგრამ თუ კი ვაღიარებთ, რომ ცოცხალი არსებები შენი უზენაესობის უმცირესი ენერგიებია, ისინი უმალ შენი უმაღლესი კონტროლის ქვეშ ექცევიან. ამიტომ ჭეშმარიტ განთავისუფლებას ცოცხალ არსებათა შენი კონტროლისადმი დამორჩილება მოჰყვება, რასაც ბედნიერება მოაქვს მათთვის. ისინი მხოლოდ ამ კონსტიტუციურ მდგომარეობაში შეიძლება განგებელნი იყვნენ. ამიტომ შეზღუდული ცოდნის მქონე ხალხი, რომელიც ქადაგებს მონისტურ თეორიას, რომ ღმერთი და ცოცხალი არსებები ყოველმხრივ თანასწორნი არიან, სინამდვილეში მცდარი და უწმინდური შეხედულებით ხელმძღვანელობენ. უზენაესი უფალი კრიშნა ერთადერთი განმგებელია და ყოველ ცოცხალ არსებას განაგებს. ცოცხალი არსებები მისი უმაღლესი ენერგია არიან, ვინაიდან უზენაესისა და მისი თვისობრიობა ერთი და იგივეა, მაგრამ უფალს ძალაში რაოდენობრივად ვერასოდეს გაუტოლდებიან. უხეში და უმდაბლესი ნატიფი ენერგიის, მატერიის გამოყენებისას უმაღლეს ენერგიას, ცოცხალ არსებას, საკუთარი ჭეშმარიტი სულიერი ჭკუა და გონება ავიწყდება. ამ გულმავიწყობის მიზეზი ცოცხალ არსებაზე მატერიის გავლენაა. მაგრამ, როდესაც ცოცხალი არსება ილუზორული მატერიალური ენერგიის გავლენისაგან თავისუფლდება, აღწევს სტადიას, რომელსაც მუქტი, ანუ განთავისუფლება ეწოდება. მატერიალური ილუზიის გავლენით ცრუ ეგო ფიქრობს, მე ვარ მატერია და მატერიალური შენაძენები ჩემია. მისი ჭეშმარიტი მდგომარეობა მაშინ შეიცნობა, როდესაც ყოველგვარი მატერიალური კონცეფციებისგან განთავისუფლდება, ღმერთთან ყოველმხრივ ერთიანად გახდომის კონცეფციის ჩათვლითაც. ამიტომ გიტაში დადასტურებულია, რომ ცოცხალი არსება უბრალოდ კრიშნას ერთ-ერთი ენერგიაა, მის მრავალ ენერგიათა შორის და როდესაც ეს ენერგია იშორებს მატერიალურ უწმინდურობას, სრულ კრიშნას ცნობიერებას, ანუ განთავისუფლებას აღწევს. ლექსი მე-6. ყოველი შექმნილი არსება დასაბამს ამ ორი ბუნებიდან იღებს. უეჭველად იცოდე, რომ მე ვარ ამ სამყაროში ყოველივე მატერიალურისა და სულიერის დასაბამიც და დასასრულიც. განმარტება. ყოველივე არსებული მატერიისა და სულის პროდუქტს წარმოადგენს. სული ქმნილების ძირითადი სფეროა, მატერიას კი სული ქმნის. სული არ იქმნება მატერიალური განვითარების გარკვეულ სტადიაზე. პირიქით, ეს მატერიალური სამყარო მხოლოდ სულიერი ენერგიის საფუძველზე ვლინდება. მატერიალური სხეული იმიტომ ვითარდება, რომ მასში სული იმყოფება.
ბავშვი თანდათანობით იზრდება ყრმობამდე და შემდეგ ჭაბუკობამდე, ამ უმაღლესი ენერგიის, ტრანსცენდენტული სულის თანდასწრების გამო. სწორედ ასევე, გიგანტური სამყაროს მთელი კოსმოსური გამოვლინებაც ზესულის, ვიშნუს თანდასწრების გამო ვითარდება. ამიტომ სული და მატერია, რომლებიც ერთიანდებიან და ამ გიგანტურ სამყაროსეულ ფორმას ავლენენ, უფლის ორი ენერგიაა. მაშასადამე, უფალი ყოვლის თავდაპირველი მიზეზია. უფლის ფრაგმენტალური განუყოფელი ნაწილაკი შეიძლება იყოს დიდი ცათამბჯენის, დიდი ქარხნის ან დიდი ქალაქის მიზეზიც კი, მაგრამ დიდი სამყაროს მიზეზი ვერ იქნება. დიდი სამყაროს მიზეზი დიდი სული, ანუ ზესულია. კრიშნა უზენაესი კი, როგორც დიდი, ასევე მცირე სულების მიზეზია. ამიტომ იგი ყოველ მიზეზთა თავდაპირველი მიზეზია. ეს დადასტურებულია კათა უპანიშადში. ლექსი მე-7. ო სიმდიდრის მომპოვებელო, არ არსებობს ჩემზე მაღალი ჭეშმარიტება. ყველაფერი ჩემზე ძევს, როგორც ძაბზე ანცმული მარგალიტები. განმარტება. არსებობს საყოველთაო დავა იმის თაობაზე, პიროვნებაა თუ არა უზენაესი აბსოლუტური ჭეშმარიტება. რაც შეეხება ფაგავად გიტას, მასში ყველგან დადასტურებულია, რომ აბსოლუტური ჭეშმარიტება ღმრთეების პიროვნება შრი კრიშნაა. სახელდობრ, ამ ლექსში ხაზგასმულია, რომ აბსოლუტური ჭეშმარიტება პიროვნებას წარმოადგენს. იმ ფაქტს, რომ ღმრთეების პიროვნება უზენაესი აბსოლუტური ჭეშმარიტებაა, ბრაჰმა სამჰიტაც ადასტურებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ღმრთეების უზენაესი აბსოლუტური ჭეშმარიტი პიროვნება არის უფალი კრიშნა, რომელიც თავდაპირველი უფალი, მთელი სიამოვნების საუნჯე, გოვინდა და სრული ნეტარებისა და ცოდნის მარადიული ფორმაა. ეს ავტორიტეტები უეჭველს ხდის, რომ აბსოლუტური ჭეშმარიტება არის უმაღლესი პიროვნება, ყოველ მიზეზთა მიზეზი. ამიტომ იმპერსონალისტები არ ეთანხმებიან ამას, მოცემული ვედური ვერსიის საფუძველზე. მატერიალურ სამყაროში ბრაჰმა თავდაპირველი ცოცხალი არსება, მატერიალურ სამყაროში მიჩნეულია უმაღლესად ნახევარღმერთებს, ადამიანებსა და დაბალ ცხოველებს შორის, მაგრამ ბრაჰმაზე მაღლა ტრანსცენდენცია, რომელსაც მატერიალური ფორმა არ გააჩნია და ყოველგვარი მატერიალური უწმინდურებისგან თავისუფალია, მისი შეცნობით ტრანსცენდენტული ხდება, ხოლო ისინი, ვინც მას არ იცნობენ, მატერიალური სამყაროს გაჭირვებით იტანჯებიან. იმპერსონალისტები მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ სიტყვას არუპამ, მაგრამ ეს არუპამ უპიროვნოს არ ნიშნავს, იგი აღნიშნავს მარადისობის, ნეტარებისა და ცოდნის ტრანსცენდენტულ ფორმას. როგორც ეს ბრაჰმა სამჰიტას ზემოთ მოყვანილ ციტატაშია აღწერილი. მე ვიცნობ ღმრთეების უზენაეს პიროვნებას, რომელიც წყვდიადის ყოველ მატერიალურ შეხედულებაზე მაღლა დგას, მხოლოდ ის, ვინც მას იცნობს, თავს დააღწევს დაბადებისა და სიკვდილის ბორკილებს. ამ უზენაესი პიროვნების ცოდნის გარდა განთავისუფლების სხვა გზა არ არსებობს. არ არსებობს ამ უზენაეს პიროვნებაზე მაღალი ჭეშმარიტება, ვინაიდან იგი უმაღლესია, იგი უმცირესეც მცირეა და უდიადესეც უდიადესი. იგი დგას როგორც წყნარი ხე და ანათებს ტრანსცენდენტულ ზეცას და ისევე როგორც ხე ავრცელებს საკუთარ ფესვებს, იგიც ავრცელებს თავის ცელ ენერგიებს. ამ ლექსებიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ უზენაესი აბსოლუტური ჭეშმარიტება ღმრთეების უზენაესი პიროვნებაა, რომელიც ყველაფერს გამსჭვალავს თავის მრავალრიცხოვანი ენერგიებით, მატერიალურითაც და სულიერითაც.